ოპოზიცია თბილისში პოლონელ და ლიეტუველ ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავს. შეხვედრას ესწრებიან ლიეტუველი დაინიუს ზალიმასი და პოლონელი მიხაილ ვავრიკიევიჩი. ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებით შეხვედრაზე განიხილება რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადადგას ევროკავშირმა ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების პარალელურად. ოპოზიციის შემდეგ ევროპარლამენტარები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სალომე ზურაბიშვილს შეხვდებიან. მე ეჭება რომ ინფორმაციის ნაკლებობა გქონდეთ, არავის აღარ აქვს საქართველოს ინფორმაციის ნაკლებობა, რომ გადახედოთ ნებისმიერ სოციალურ ქსელში ნებისმიერ პოლიტიკური ფიცს, ნახავთ რომ საქართველოს და ამ პროტესტს მიაქვს ყველაფერი. ამიტომ არ გვერდო ინფორმაციის ნაკლებობა გქონდეთ, სავარაუდოდ იქნება კითხვა ტრადიციული, რომელსაც გვისამე ხოლმე, რა შეიძლება ჩვენ ევროპამ გავაკეთოთ თქვენთვის და მაგ ნაწილზეც რაც გვითქვამს აქამდე იგივეს გავიმეორებთ, რამე ისეთ რო გითხრათ რაღაცა განსაკუთრებული ახალი იდეა არსებობს არა, თუმცა რაღაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არის რაღაცა ნაბიჯები, რომელიც შეიძლება ეხლა გადაიდგას აქამდე, რაც ისი გადადგმა შეუძლებელი იქნება და მაგასაც ვეთქვით. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების ვიზიტი და გამოხატვა იმ დიდი მხარდაჭერის, რაც ქართულ ხალხს აქვს და მადლობა მათ პირველ რიგში რომ აქ არიან, გულშემატკივრობენ საქართველოს, გულშემატკივრობენ იმას, რომ ჩვენ ეს ქაოსი და არეულობა, რომელიც ივანიშვილმა მოიტანა სტაბილურობით და ევროკავშირისკენ სვლით შევცვალოთ და დავაწყნაროთ ქვეყანა. რა უნდა ევროკავშირს, რა უნდა ჩვენ პარტნიორებს, ვიცხოვროთ დემოკრატიულ ევროპული სტანდარტის ქვეყანაში, იგივე რაც გვინდა ჩვენ. ვიყოთ თანაბარი თანაბართა შორის და მადლობის მეტი რა გვეთქმის, როდესაც მიუხედავად შობა ახალი წლისა, ჩამოდიან და გულშემატკივრობენ ქართულ ხალხს. შევხვდებით, ვისაუბრებთ ყველაფერზე, რა პრობლემის წინაშე ვდგავართ და ჩვენ მათთან ერთად ქართველი ხალხი ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით აუცილებლად მოიპოვებს გამარჯვება.